ესე შეიძლება შევაფასო მოკლედ ყველაზე ხოცთა ჭიდილი ვიხილეთ ნამდვილად, იმიტომ რომ ადამიანი რომელიც ოპოზიციონერობაზე დებს თავს, იქცევდა როგორც არ ვიცი ხა დაუბრუნდა საწყისებს და წიაღს. მე ეს შეიძლება დამჭა ნამდვილად. ისაც შეიძლება არ იყოს შორს ასული, მაგრამ ამ კადრებში ძალიან ახლად ჩანდა, რაც ვნახე, სიმართლე გითხრათ, თავიდან მომენტ არ მიყურებია, მაგრამ საკმაოდ დიდი ნაწილი ვნახე. რაც შეიძლება თქვა როგორც ოციმისის დაზავებულმა, უბრალოდ ეს ადამიანები არ აქვს არანაირი მორალური უფლება თეატრულუკიას ხალბატონს თუ ნებისმიერ სხვას ნახე თეატრულუკიას რის მორალური უფლება აქვს მისი ბოლოდროინდელი განცხადების მერე ესეც ახლა სხვა საქმეა, მაგრამ მით უმეტეს მაკო გომურზე საუბარი და მაკო გომურმა თვალი დაკარგა და ასე შემდგომ მათი მხრიდან რომლებიც სუპერ ძალოვან მინისტრად მოიხსენიებდნენ სწორედაც რომ აი ამ უმძიმესი ადამიანის უფლებების დარღვევის შემდგომ ბატონ გახარიას და შემდგომში საუბრობდნენ იმაზე რომ ის არის რაღაც საოცარი კრიზის მენეჯერი და წლების მანძილზე გრძელდებოდა ფაქტობრივად წელიწადზე მეტი ხნის მანძილზე გრძელდებოდა ეს ყველაფერი ეს არის მართლა ამორალური უბრალოდ ყველანაირ მორალურ ფსკერს არიან ჩაცდენილები ივანიშვილის ბანდის წევრები ეხლა როცა დაჭირდათ გამოიკიდნენ მაკო გომურის დაზიანებებს, მათ შორის დავით ფარადაშვილის დაზიანებებს მე მინდა უთხრა მაყურებელს, ზოგმა არ იცის და ნამდვილად უნდა იცოდეს, რომ რა თქმა უნდა მაკოს ფაქტია ცნობილი ბევრისთვის, გიორგი სულაშვილის ფაქტია ცნობილი, იგივე ნათია ლეთოდიანის მამის, რომელმაც მეორე თვალი დაკარგა, პირველი თვალი დაკარგა აფხაზეთში ომის დროს. აი ამ ადამიანებს გარდა არსებობს ათეულობით ადამიანები, რომლებმაც მიიღეს იმდენად მძიმე დაზიანება, ეთემტრე ნაყოფიას, მაგალითად სამსახიობო კარიერა ვეღარ შეძლო და ვეღარ გააგრძელა. გიორგი ბულესკირია ვეღარ გააგრძელა თავის პროფესიას ავიაციის სფეროში იყო მუშაობა თავისი მიმართულებით. დავით ფარადაშვილი საერთოდ ინვალიდის ეტყს მიეჯაჭვა და ვეღარ გადაადგილდება თავისუფლად, ამიტომაც მებაღეობას ვეღარ ახერხებს მებაღეობას და ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყარო იყო ეს და ყოველთვიურად უწევს ბრძოლა გადაჭერებს. ეს ხალხი არის ათეულობით ადამიანი საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ ჩვენ გვერდით, რომელთა ცხოვრება დაინგრა, ან მიადგა უდიდესი ზიანი ამ ფაქტის მერე და არავის არ აქვს ივანიშვილის ბანდის წევრებს, რომლებიც ამ ყველაფერს ამართლებდნენ. და ეხლა გახარიას და წულუკიანის სიტყვები ხო დიდად არ განსხვავდებოდა, ხო საუბრობდნენ რაღაც სახელმწიფო გადატრიალებებზე თუ სახელმწიფოს დაცვაზე, რომელ სახელმწიფოს დაცვაზე საუბრობთ, რომ სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მებრძოლი აფხაზეთში ომის მონაწილე და შემდგომში მათ შორის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ხმის მიმცემი დეპუტატი ჩასვეს თავმჯდომარის სკამზე და ის ხალხი თუ რომელიც ამ ეროვნული ღირსების საკითხს და ეროვნული უსაფრთხოების საკითხს ვიცავდით, ვიყავით გადამტრიალებლები და დამზიანებლები და თურმე ის ხალხი ვინც იყო მათ შორის ბატონი გახარია წულუკი მათ რა მნიშვნელობა აქვს ახლა ვისატყუებენ აქაც ხო კარგად გამოჩნდა ბატონი გახარიას სიტყვაში ხო კარგად გამოჩნდა ან ეს ადამიანი არის უბრალოდ ხელის ბიჭი იყო ივანიშვილის და საერთოდ არ უნდა არ ეკითხებოდა და ამიტომაც არ იცოდა ვინ გასცა ტყუების გასროლის ბრძანება და ვინ გასცა თან საათების მანძილზე დემონსტრატების დევნის ბრძანება ან მეორე ვარიანტია რომ ყველაფერი კარგად იცოდა იცის დღესაც ვინ გასცა ბრძანება მაგრამ არის შიშარა არ შეუძლია თქვას ვინ გასცა ეს ბრძანება ეშინია დაჭერეს არ უცხო რაღაც ეშინია და მაშინოდა და დასაჩუქდა ამ თავისი თუმბილის გამო და საკუთარ თავზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის გამო პრემიერ-მინისტრის თანამდებობით. სხვა გამოსავალი არ არსებობს. ახლა რაც მომძრუნე ადამიანმა რომ დავაკვირდეთ. ანამ გახარიას რა უღირდა იქ მისვლა ესეც ნუ ცალკე საკითხი, რომ ამ კაცს რკინის მინისტრის და არ ვიცი რაღაც სუპერ ძალოვანი მინისტრის იმიჯის რაღაცა შთამომავლობა უნდა ქონოდა პოლიტიკურ ოპოზიციურ საქმიანობაში და ამით სურდა ხმების მობილიზება და ეხლა დღეს რაც ვიხილეთ იმისთვის თუ რკინის მინისტრობა იყო და თუ არ მოხდა ეხლა საპნის პუშტივით არ გასკდა ეს ილუზია რომ ის თუ რკინის კაცი არის ნუ ძალიან რა თქმა უნდა ცდებიან იმიტომ რომ ამ ქვეყანაში უნახავთ არ ვიცი ნამდვილად თუ რკინის ხალხი მე რა პოსტავდა დისიდენტები და ბოლო-ბოლო ყველაფერს რო თავი დავანებოთ გიორგი გახარია მართლა საპნის პუშტი არის იმ CDC-ის პატიმრთან შედარებით რომლებიც დაკავებულები არიან 7-9 წლით პატიმრობა იმუქრებათ და მიუხედავად ამისა წარბი არ უტოქდებათ ისე საუბრობენ ისე ღირსეულად უჭირავთ თავი ამიტომაც დღევანდელმა პროცესმა სხვადასხვა ბევრ რამეს გამოაჩინა აი ამ არალეგიტიმურმა ეგრეთ წოდებულმა კომისიამ რომელიც არის ჩეკისტური კომისია სინდიში რომლის მიზანი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა ხო აი ეს მოხდა მათ შორის გახარიასთან მიმართებაში რომ მოხდა გაშიფრვა მისიც ხო რომ ის რეალურად ოპოზიციონერად ვერ იხდება ახმული სანამ ის საუბრობს რაღაცა რუსულ ისტორიულ ხარეს თუ გადმოვიდა მაშინ თქვას რა ხდებოდა ანტისაოკუპაციო აქციის დარბევის და დასახით შეგუწოს ადამიანებს ახლა საათების მანძილზე მე როგორც დაზრებული გეტყვით მაშინ აი ახლა არა პოლიტიკოსობაზე აქ აღარ არის უბრალოდ აი როგორც დაზრებული ვიზახი რომ საათების მანძილზე აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანები აი ესე გამიზნულად დაგვასახიჩრეს, რომლებიც არ ძალადობდით არანაირ ძალისმიერ ინციდენტში არ უღებთ მონაწილეობას. ამიტომაც არის რომ მათაც კი მოუწიათ ჩვენთვის დაზარალებული სტატუსის მინიჭება. უდიდესნება ესეც ბრძოლად დაგვიჯდა რა თქმა უნდა და აქტიურობა საერთაშორისო და ასე შემდგომ. მაგრამ აი მე პირდაპირ გეტყვით რომ
მაგრამ თუნდაც ჩემ შემთხვევაში არსებობდა ვიდეო კადრები, მათ შორის სხვათა შორის იმედის გადაღებული შემთხვევებთან, რა თქმა უნდა, მაგრამ გადაღებულ სადაც ჩანს, რომ საერთოდ არ ვსარვაშავები ისე მესვრიან ტყუებს, ესე უბრალოდ ყვირი ვარ საქართველოს გამომარჯვეს თქო, რომ მათ შორის ახლა მაკო გომუშვილის ცნობს, გიორგის ულაშვილის ამ ხალხს ვიცით ცნობს, ახლა ყველამ კარგად ვიცით, რომ საერთოდ ჭიანჭველას ფეხს არ დაადგამენ, ისეთი ხალხი არის და საერთოდ მოშორებით იდგნენ კორდონთან, ეგრეთ წოდებული მილიციის კორდონთან და მათ მიიღეს დაზიანება. ანუ ხალხმა ოპერისტი, მაგალითად დავით გურდოვანიძე, რომელსაც ასევე თვალი აქვს დაკარგული და ძალიან ბევრს აქვს თვალი დაკარგული, მარტო მაკოს არა სამწუხაროდ, ანუ ჯერათ მოუძდეს უბედურება მაკოს შემთხვევა, მაგრამ ამ სამწუხაროდ 2-3 და 5 კაცი არ იყო, ვინც თვალი დაკარგა. პირველად მეტყვა და 10-მდე ადამიანმა დაკარგა თვალი და ერთ-ერთი დავით გურდოვანიძემ ოპერასთან მიიღო დაზიანება პარლამენტიდან ნაცროლი ტყვით. ანუ წარმოიდგინეთ რაოდენ ბრუტალური დასახიშება მოხდა ხალხის და ზდიეს ჩვენ გვახსოვს სახლებამდე ვაკეშის ზდიეს სახლებამდე ხალხს. ამიტომაც როცა ჩვენ აი ამ დონის დანაშაულზე ვლაპარაკობ და თურმე მაშინ ვერ დაინახეს ეს დანაშაული ივანიშვილის ბანდის ზოგიერთმა წევრებმა და ეხლა დაიწყეს ჩვენი დაცვა, ხო? ნუ მე ისედაც არ დამიცავ და ასეთაც რა თქმა უნდა გაუნდები ჩემი პოლიტიკური სტატუსიდან, მაგრამ სხვა დაზარალებულების დაცვა, ხო? მე კიდევ სუბუქად გამოძველი, ჩემნაირები ბევრი იყო, ასეულობით ვიყავით, ვინც სუბუქად დავშავდით, ხო? ტვინის შერყევა და დაჟეჟულობები მქონდა მე და ნუ მუხლი ფეხის ტრავმა მქონდა, რის გამოც სადღაც ერთი თვე გადაადგილება მიჭირდა, მაგრამ ეს ჩემნაირი შემთხვევა იყო, სუბუქის შემთხვევა და ღმერთს მადლობა უნდა შევწიროთ ჩვენაირმა ხალხმა, რომ უფრო მძიმედ არ დავზარავთ, ვიდრე ხალხმა კიდევ ერთხელ მეორე შრომის უნარიანობა და მხედველობა დაკარგა. ასე რომ ეს არის ნამდვილად ამორალური ფაქტი, საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი უბიზნესი დანაშაული, ტრის საამებლად გავრილოვი გავაგდეთ, მართლა ჩვენ გავაგდეთ, ქართულმა ხალხმა გავაგდეთ, თორე ამათმა წითელი ხალიჩა გაუფინეს. და ეხლა ძალიან ბუნებრივია და სიმბოლურიც არის, რომ აი ამ თუნდაც გავრილოვის ფაქტზეც, აი ამ ეგრეთ წოდებული საკავშირო კომისიის ფარგლებში ვინც კოცი იყო, აი მართლა ისევ კოცად რჩება რა, ბევრი სამწუხაროდ. ყველა არა, ამას ხას უსვა, მაგრამ აი სამწუხაროდ ისევ თვითონ აქვს კამპანია რომ ნაცებო თუ კოცებო თუ რაღაც, მაგრამ სიამოვნებაში გამოჩნდა რომ არიან მოგებული კოცები, რომლებიც შიდა ბრძოლებში იგებენ და ბიზნეს კარზე წინააღმდებიან და არიან წაგებული კოცები და მათ შორის სხვათა შორის ბიზნესმენები იღებს გადაწყვეტილებას, ეს ყველამ კარგად ვიცით ახლა ბრუტალურად დაარბევნენ თუ არ დაარბევნენ ბრუტალურად ამას ახლა კომელაური გახარიათ კი ბატონო, მადლობა. გადაწყვიტავდა რა თქმა უნდა ივანიშვილი, უბრალოდ ეს ადამიანები მე როგორც აწყობთ, როგორი ბრძანებას მოდვით, იმის მიხედვით მადლობა. მადლობა. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ირაკლი